ვენერა, როდესაც თევზებში არის, მეგობრებო, ხა ზოგადად დომინანტად ითვლება ვენერა თევზებში, იმიტომ რომ თევზებს მართავს ნეპტუნი, ნეპტუნი უმაღლესი ოქტავა არის ვენერასი. ვენერა თუ არის ესეთი სიყვარული, აი ძალიან მიყვარს მაგალითად აი ეს ბალახები, ეს ყვავილები, აი ეს ადამიანი ანას შემდეგ ნეპტუნი ეს არის საკოსმიური სიყვარული, ხო, საერთოდ, რომ აი მე რაღაცნაირად ისე ვარ სიყვარულში, აი ღვთიურ რაღაც ჭეშმარიტებას ვხედავ. აი აქ შეიძლება გავიდეს ვენერა თევზი, რომ ზოგჯერ ძალიან გავს ნეპტუნთან ესეთ ასპექტს, ნეპტუნმაც და თევზებმაც ის იდეალიზირება გრძნობების, იდეალიზირება სიყვარულის, იდეალიზირება პარტნიორების მაგალითად. ან გარემოსი არ არის მარტო ვენერა სასიყვარულო სფერო, შეიძლება აი მე რაც მიყვარს აი მთელი გულით ვაკეთებ, მთელი არსებით ვაკეთებ. ხშირად ყავთ მუსიკოსებს მაგალითად ვენერა ნეპტუნი ან ვენერა თევზები, ან მე-12 სახლი. ხშირად ყავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გრძნობადები არიან, შემოქმედებითები არიან და ემოციურად თითქოს ჩაკეტილია ეს ადამიანი, მაგრამ ამ სიჩუმეში გრძნობს ყველას და ყველაფერს გარშემო, ხო? ძალიან ითქვიფება სხვების გრძნობებში და ზოგჯერ ნეგატივი ეს არის, თუნდაც ჰარმონიული ასპექტი რო იყოს ვენერა ნეპტუნის, რომ იკარგება სხვების გრძნობებში. ძალიან ემპათიური ხდება ადამიანი, ვარდისფერი სათვალე რომ იკეთია, აი ძალიან დიდად და არ მინდა რეალობის დანახვა, ხო? ზედმეტად უხეში შეიძლება იყოს შემთთვის რეალობა ის, რომ ეს პარტნიორი არ შემეფერება, ის რომ ეს პარტნიორი ნეგატიურია, ან თავისი ინტერესები აქვს, აი ნეპტუნი აქვს, აი კარგი რა მოხდა მერე რა და მაინც აყვარელია და აი ესეთი ხმა შემოდის ხოლმე, როცა არის შეერთება მაგალითად, ან როცა არის კვადრატურა, ან ოპოზიცია, აი ეს ხმა შემოაქვს ნეპტუნს და თევზები უბრალოდ ეს არის, რომ მე შემიძლია ძალიან მიმტევებელი ვიყო, ძალიან სხვაშორის ქველმოქმედების სფერო უხდებათ ძალიან, შემოქმედებითი სფერო უხდებათ ვენერა თევზებს და რაღაცა ის ფსიქოლოგიური უნარები, რომელიც აქვთ, აი ძალიან უხდებათ, იზიდავენ ადამიანებს და თითქოს მათი ვენერა ამუშავებს სხვების, ოღონდ უფრო ჩუმად, ემპათიურად სხვების ენერგიას ამუშავებს აქ და ძალიან ძლიერი ესეთი თვითსხვერპლი შეიძლება გამოუვიდეთ გრძნობებში. ეს არ არის ეგოისტური ვენერა, რომ აი ჩემს ინტერესებს უნდა ვიფიქრო, ან манипуляციური ენერგია, ეს არის პირიქით ზედმეტად გამცემი ენერგია, ზედმეტად მიმტევებელი, რომელიც შეიძლება საზიანოთაც იყოს მისთვის, ხო? და ვენერა ნეპტუნი როცა შემოდის აქ შემოდის აი ეს გაუგებრობა, სად არის ჩემი გრძნობები, სად არის სხვების გრძნობები. ვენერა თხის რქაზეც, რომ მე ჩაკეტილი ვარ შინაგანად, ან მე უიღბლობის განცდა მაქვს, რომ სიყვარულში მე არ მიმართლებს, ხო? მაგრამ ნეპტუნმა